საღამოშვიდობისა მეგობრებო, მოკლედ ამ ურიათა წარმომადგენლობასთან გრძელდება ერთი წუთით იყო საუბარი და ნახეთ რა საინტერესო რაღაცები მოხდა ეხლა და აი სრულიად აბსოლუტურად აი ხა დავამატებ ქალბატონი არ ქვია მაგას, მაგრამ დავამატებ ახლა იმ ადამიანს, ვინც ტრიპაჩობს თავისი ურიაობით. გესმით? თამაზი იყო? თუ რა ერქვა? ნანა არა, ხო, ნანა, მაგრამ მაგისი. აბა, ყველას დაგამატებთ და ყველა შემომიერთდით და გავაგრძელოთ საუბარი. უკულტუროები ესენი, უყურე ამათ, უზორდელები ესენი. რომლები ხართ ჩემთან ერთად? ესე იგი, აი ეს ქალბატონი ნანა ჯაფარიშვილიო თუ რა გვარი იყო დღეს, ქართული გვარი ქონდა რაღაც, მოიცადა ვნახოთ თამაზ ჩიტაძე, ხო, აი ეს თამაზ ჩიტაძეს დავამატებ ახლა. თამაზ ჩიტაძე, ერთი წუთით, კიდევ ერთხელ. აი ამ საკითხზეა საუბარი მეგობრებო. ადამიანს, რომელსაც თან უტყდება, რომ ის არის, რა ქვია, ებრაელი. თამაზ ჩიტაძე. აბა, არ არის, არ ამატებს. თან უტყდება, რომ ურია არის და თან გვეუბნება, რომ ძალიან მიყვარხარ ქართველებიო და თან ერთი კარგად მომისმენეო მებლატავება. მე ესა და ეს ვიციო და საიდან იცით მეთქი? საიდან იცით? საიდან და მასწავლებელი ვარო? მომისმენე გოგო, ესე მეუბნება რა. და ესეთი ხალხის დატანა მე არა მაქვს ხალხო. აი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს და თან ჩემთან საუბარი სურს, ბუდიშით, მაგრამ უნდა ისწავლოთ საუბარი და მოსმენაც. ეს არის კიდე რომ ცოდნებს ესაუბრა და გაარკვე ვინ არისო. თქვენ ქალბატონო, თქვენ ნანა, თქვენ ქალბატონო ნანა. ბიჭო, რა ყველას მისაკუთრება უნდა ამ ქართველების ერთი გამაგებინო რა. აი ეს ისრაელები არ გეშინიათ, რომ ყველა თქვენს ქვეყანაში მოგისროლოთ? ჰა? არ გეშინიათ, ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ქალბატონის სახელს. ჯანაშვილი, ხო. ჯანაშვილი ნანა, მე ნანა ვარ ჯანაშვილიო. აი ეს ქალბატონი ნანა ჯანაშვილი, რომელიც ქართულ სკოლებში ასწავლის თუ რა ვიცი, მე ისი მასწავლებელია, ხო? აი ამ ნანა ჯანაშვილს მოუწოდებ აქედან, რომ ჩემთან საუბარი თუ სურს, დააყენოს ერთი ადგილი რა. და როდესაც საუბრობ, ჯერ ჩემი მოისმინოს და მე მას მოვუსმენ თუ საჭირო გახდა. იმიტომ რომ მასწავლებლობა არაფერს არ ნიშნავს, ქალბატონო ნანა, და არც ის სახელმძღვანელოები, რომელი სახელმძღვანელოებითაც თქვენ სარგებლობთ, ქალბატონო ნანა. და თქვენ თუ არ მისმენთ, აქედან მისმინეთ მაშინ. თუ პირადი საუბრის დროს არ შეგიძლიათ მოსმენა, აი აქედან მისმინეთ მაშინ. და თუ ამას არ მოისმენთ, მაშინ ნურც ეცდებით ჩემთან გასაუბრებას და დარეკვას. კი ბატონო, აი ასე. თქვენ თუ ქართველები გიყვართ და როგორც ნახე,
თან წერს წადით მცხეთაშიო და გეტყვიან იქ ვინ იყო სიდონიაო. თქვენგან გასხოვებით ქალბატონო ნანა, სიდონია არ იყო ურია. არც ლაზარე ყოფილა ურია და არც მათი დები. არც მარიამი ყოფილა ურია და არც იესო ქრისტე. არც ბაგრატოვანები ყოფილან ურიები და არც დავით მეფსალმუნე. ამათ ყველას თქვენ დაარქვით ურიაობა. გესმით? დავით მეფსალმუნე წარმომადგენელი არის სეითისა და ყველა ურია ადამიანი, რომელიც იახვემადიდებელი ხართ, წარმომადგენელი არის კაენის მოდგმისა. კვლელები ხართ, შურიანები ხართ და მოღალატეები ხართ. მარინოს, მე მგონი აქ ესეთი ცოტა დასრული მაქვს, ხო, შენი საჭულით? არა, თუ კი? შენ რომელიღაცა უცოდი მამა სხვეპლი ხარო მეურნეო და ასე ადებილებენ ადამიანებს. ხედავ როგორ ადებილებენ. ქართველებო, გამაგდით, არ მოტყუდეთ, ნუ მოტყუდებით. აი ასეთი საზღარი ურიებისგან, რომლებიც სპეციალურად შემოგზავნილები არიან, როგორც მასწავლებლები, როგორც მოლები, როგორც არ ვიცი, სხვადასხვა ჯოჯოები და რომლებიც ავრცელებენ საზოგადოებაში ამ ინფორმაციებს, რომ მარიამის სურმე ურია ყოფილა, ქრისტეც ურია ყოფილა, ბაგრატიონებიც ურიები ყოფილან, სიდონიაც ურია ყოფილა, ყველა ურია იყო და ქრისტე მაინც აცვეს და ქრისტიანებიც თვითონ ყოფილან თვითონ. გესმით? აი გინი აბსოლუტურად გადმოყირავებული გონების ხალხი არის ხალხო. მასწავლებლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ ურიები სკოლებში. საშიშები არიან, იმიტომ რომ ასეთ რაღაცებს ასწავლიან ჩვენს ბავშვებს. ღმერთმა იცის როგორ გადმოუყირავებენ გონებას. თქვენ იცით ვინ არის სეითის მოდგმა ქალბატონო ნანა? და თქვენ იცით ვინ არის კაენის მოდგმა? არ იცით მაგის შესახებ, ამაზე არც წაგიკითხავთ საერთოდ. მე ბიბლია წამიკითხავს, სად წაგიკითხავთ ბიბლია? რომელი ბიბლია წაგიკითხავთ? ის არ იცით რომ იახვე ღმერთმა ყრმები გაწყვიტა და თქვენ მეუბნებით რომ ბიბლია წამიკითხავს? ყრმები პილატემ გაწყვიტა. ჩაგივარ და კოზინაცარში? მეც მაქვს საკითხული ბიბლია. მარტო შენ კი არა. და მეც ვიცი რა მოხდა, სანამ ქრისტე მოვიდო და მაშინ. ხანდახან ჩემს ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე, მე თვითონ მეცინება, ისეთი გაბრაზებული ვარ ხოლმე და ეხლა ჩემი მეუღლე უსმენდა ჩემს გამოსვლას და ვინ არის მე თქვი ეს რა უნდა რას ყვირის ჩემზე ვამბობდი. რა ვიცი რაღაცა ურიებზე საუბრობსო. იცით რას გეტყვით მეგობრებო? რახან ჩვენი სოფლის დაბოლოები ურზე მთავრდება და ზოგიერთი ადგილის დაბოლოებები ურზე მთავრდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესენი ურიები არიან. გესმით? და საინტერესო რამეს წაგიკითხავთ ახლა. მოდი? აი ზუსტად დღეს ხომ გითხარით ღმერთი თან მაწვდის ინფორმაციებს მეთქი. მოდი აი აქედან დავიწყოთ. ოღონდ ახლა ვერ ხედავ აი აქ რა წერია. არა ეს არასწორი ავტვირთე. სწორ ფორმატს აგეტვირთავთ მეგობრებო და იქ წავიკითხოთ რა წერია ურებზე და მათზე. დროზე ქენი. ხო, მანამდე ამას გაეცანით თქვენ მეგობრებო რა.
ამას გაიცანით ახლა გაჩვენ. Wie viel liegt dazu holen zu deinem Leib, die Frau? რა არის? Wie viel liegt dazu holen zu deinem Leib oder möchtest du nicht? ვერ ვამატებ. Ja. ამას გაიცანით და თქვენი აზრები დაწერეთ ამასთან დაკავშირებით, ხო? აი, ესე. აქ რას ვერ იგებთ ის მკითხეთ და მე მეგეთქვით, გაგცემთ პასუხს. მანამდე მე მოვძებნი იმ თავს, რომელიც მინდა რომ თქვენ გაჩვენოთ და წავიკითხოთ ვინ იყვნენ ურიები და ასე შემდეგ. კიდევ ერთს დაგიმატებთ და იმასაც გაეცანით და იქაც თუ კითხვები გაგიჩნდათ მითხარით, მკითხეთ. კარგით? აი აქ თუ კითხვები გაგიჩნდათ, მკითხეთ რა. საინტერესო იქნება თქვენთვისაც და ჩემთვისაც. უბრალოდ არ მინდა რომ კიდე ვინმე შეიყვანო ცოდაშიო. თან აქეთ რო გეუბნებიან, ბიჭო, ეს ხალხი რა უნამოსოა, ეს ხალხი არის აი სინდის გარეცხილი რა. უყური ამათ ესენი რა უნამოსოები არიან. კიდე იმას რო გაყვედრენ და არ მინდა რომ შეიყვანო ცოდაშიო. თქვენი ცოდვის და სისხლიანი ხელების ზეიფიქრეთ და ჩამოიბანეთ ეგ ხელები, მოინანიათ თქვენ ბანძებოთ თქვენ. აქეთ მასწავლის კიდე ქართველები მიყვარსო. ქართველები თუ გიყვარს წადი და მოინანიე და აღიარე ის რომ შენ ჩვენი ღმერთი მოკალი თქვენ ურიევის წარმომადგენლები თქვენ. ურიათა წარმომადგენლობა. ხო, დიდი ხანია აი ეს შემოგვაპარეს. დიდი ხანია აი ეს შემოგვაპარეს. და დიდი ხანია ცდილობენ რომ აი ეს მოახდინონ. მაგრამ ნურას უკაცრავად რა. თქვენი ღმერთი ბრუშია და მკვლელი. ახლა გაჩვენებ ვინ არის შენი ღმერთი. ქართველები მიყვარხართო და იმიტომ გელაპარაკებიო. და ეს ქალი ასწავლის ჩვენს ბავშვებს სკოლაში? მასწავლებელი ვარ. მასწავლებელი. გაყიდული, სულ გაყიდულები ხართ მასწავლებლები. როგორც ექიმები, ყველანი. ისევე როგორც ვაჭრები, ყველანი სულ გაყიდულები ხართ. ნიკოლოს, აბა ასია პირი. ნახე რა გააკეთა შენ. ხედავ რა გააკეთა? მთელი პირი შემაწმინდა მაიკაზე. აი სალფეტკი არის და აიღე და გაიწმინდა. მე საწავალ შენ საქმე არ არის საქართველოს ჩემი სამშობლოა. საქართველოს სამშობლოს განახებთ მე თქვენ. ყველანი რომ გაძევდებით აქედან. აიღეს საქართველოს, გაძარცვეს, გაანადგურეს ეს ქართველები და კიდე მიყვარხართ. მე სადი წავალ შენი საქმე არ არის, მიყვარხართ ჩემო საყვარელო. თან ფიჩი მწავს ბოლოს ამაკვიროსავით რო არის. ვერ პოულო, იმიტომ რომ ძალიან დაბლა არის და ეს ჩემი ტელეფონი ძალიან განელდა. ამიტომ ავალ და პირდაპირ წიგნს ავიღებ რა. წიგნს.
ალბათ შემოსაყვარელო მეგობრებო, რამე კითხვები თუ გაგიჩნდათ ამ კოლაჟებთან დაკავშირებით? კითხვები ხომ არა გაქვთ? დარწმუნებული ვარ, რომ გაქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ კითხვები აუცილებლად გექნებათ. აუცილებლად. მოდი წავიკითხოთ პირდაპირ მოსე და პიროვნების იმპულსი, ესე ქვია სათაურს რა. აი ხო გეტყვით რა. ცოტა გადავახტები თავს. ბიბლია თავდაპირველად მოგვითხრობს მოსეს სასწაულებრივი ბავშვობის ისტორიას, როგორ იპოვნა იგი ნილოსის პირას ფარაონის ასულმა ლერწამის კალათაში კიდობანში და შეარქვა სახელი მოსე, რადგან წყლიდან მყავს ამოყვანილს ქვია ეს, ხო? მოსე ქვია წყლიდან ამოყვანილ. გამოსვლა თავი მეორე მეათე მუხლი. შემდეგ მოსე სტოვებს ფარაონის მდიდრულ სასახლეს და მიემგზავრება მიდიანის ქვეყანაში. მერე იქ მოყოლილი არის როგორ გაიცნობს იმ თავის მეუღლეს და ასე შემდეგ და ასე წარმოგვიდგება უღრმესი აზრი კაცსა მოდგმის. ისტორიისა და ბიბლია ამაღლებული სახეებს გვაუწყებს ცნობიერების ერთი მდგომარეობიდან უფრო მაღალ ინდივიდუალურ ცნობიერებაზე, ერთი კულტურიდან მეორე კულტურულ ეპოქაში გადასვლის ისტორიას. იგი მეწამულ ზღვის გადალახვას დრამატულ სცენაშია აღწერილი. მოსეს წინამძღვრობით ისრაელიანელები გადადიან ზღვაზე. ეგვიპტელებმა არ იციან რა ოღონდ რა იღონონ, რით შეუშალონ, ვერ კითხულობ ბავშვებო. ერთი წუთით, იმიტომ რომ ღელა, რა ღელა, რა მიშლის ხენს. აბა მეხუთე ჩაკრავ გათავისუფლდი ახლა, აბა ჩამოდი. აწყოში მოდი. ესე და დავიწყეთ. მოსეს წინამძღვრობით ისრაელიანები გადადიან ზღვაზე. ეგვიპტელებმა არ იციან რა იღონონ, რით შეუშალონ ამ პროცესს ხელი. მათ ბუნების ძველ ისტორიკულ ინსტინქტურ განცდას დაუპირისპირდება მოსეს ინტელექტუალური ცნობიერების იმპულსი. მოსეს ზღვის მიქცევა-მოქცევის რიტმს ჭვრეთს გონებით. ეგვიპტელების ზღვის ტალღებმა იმსხვერპლეს. ვინ იყო ის ღმერთი, რომელიც მოსეს გამოეცხადა და უდაბნოში მიუძღოდა ებრაელ ხალხს? პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში ამბობს: მინდა იცოდეთ ძმანო, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბლის ქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა და ყველამ მოსეს მიერ ნათელი იღო ღრუბელსა და ზღვაში და ყველანი ერთს და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდისგან, რომელიც მიყვებოდა მათ, ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე. პირველიდან მეოთხე თავამდე არ მუხლამდე. კაცობრიობის ეს შემოbrunების წერტილი ბიბლიაში კიდევ ერთხელ ამეტყველდა ხბოს, ანუ კუროს კულტმსახურების სცენარში, რომელიც აღწერილია გამოსვლის 32 თავში. გავიხსენოთ იგი. დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიწყოდნენ, რადგან არ ვიცით რა დაემართა იმ კაცს მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. აი ურიები, აი უღმერთო ურიები, აი ისინი საუბრობენ ახლა და მოიხსენებენ იმ კაცს, გესმის, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა. უთხრა მათ აარონმა: დაიხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, დაიხსენით ვაჟებსა და ასულებს და აქ მომიტანეთ. დაიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები ყურებიდან და მიუტანა აარონს. გამოართვა აარონმა
რეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო, ანუ კურო. მეორე დღეს დილა ადრიან ადგნენ და შესწირეს აღსავლენი და მიიტანეს სამადლობელი მსხვერპლი. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვა თამაში გამართეს. უთხრა უფალმა მოსეს: ძირს ჩადი, რადგან გაირყნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დაუდგინე. ჩამოასხეს ხბო, ანუ კურო, თაყვანს სცემდნენ მას და მსხვერპლს წირავენ. ამბობენ, ესენი არიან ისრაელიო. ესენი არიან ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანესო. გაიგე ისრაელო? ისრაელო, ვინ არიან თქვენი ღმერთები? ხანდახან რო გადაუხვევთ ხოლმე კი არა და ძალიან ხშირად. კურო, ხბო. ცეცხლში ხო, ჩამოვიდა მერე მოსე, აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა. უთხრა მოსემ აარონს: რა დაგიშავა ამ ხალხმა ასე დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე? ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა ჩემთან და შეგროვდნენ მათთან ლევიანები. ლევიანები არიან, გესმით ახლა ვინ შეგროვდა და მოისმინეთ. დასაჯა ხალხი უფალმა იმის გამო რომ გააკეთეს ხბო. 3000-მდე კაცი გაწყდა იმ დღეს. ოქროს ხბოს კუროს კულტმსახურების ეზოთერული შინაარსი ასეთია. მოსემ გასწირა ის ადამიანები, რომლებიც მიეკუთვნებიან ატლანტიდის შემდგომ მესამე კულტურულ ეპოქის კუროს ზოდიაქოს კულტურას და არ გააჩნიათ მომავლის იმპულსი. მოსემ მესამე ეპოქიდან მეოთხე ვერძის კულტურულ ათასწლეულში გადაიყვანა ებრაელი ხალხი, ანუ ეგვიპტიდან გადაიყვანა პალესტინაში, კუროს კულტურიდან გადაიყვანა ვერძის კულტურაში. თქვენი მამა მოსე, რომელსაც დაყავდით და აქეთ-იქით გატარებდათ, აი ეგ არის თქვენი მამა მოსე, თქვენი ღმერთები არიან ისინი, ვინც იახვეს ეთაყვანებიან. ისრაელიანები უნდა გამხდარიყვნენ მეოთხე კულტურის ხალხი, ვერძის ხალხი. ზემოთ აღნიშნეთ, რომ ყველა კულტურული ეპოქა დგას ერთ-ერთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ. ინდური კიბოს, ძველსპარსული ტყუპების, ეგვიპტურ, ბაბილონურ, ქალდეული. კუროს ბერძნულ რომაულ ვერძის, ხოლო თანამედროვე თევზის ნიშნის ქვეშ. აი ნახეთ, ეხლა რა მოდის? თევზის ნიშნის ქვეშ მეცნობიერება. დავიწყეთ ეხლა მეცნობიერებაში გადავდივართ. თანამედროვე თევზის ნიშნის ქვეშ მდგარი მეცნობიერება დაკავშირებულია ფიზიკურ სხეულთან, ტვინთან. ამიტომ სისხლის პრინციპით გადაეცა იგი თაობიდან თაობას. რის გამოც ებრაელი ამბობს: მე და აბრაამი ერთი ვართ. მე, როგორც გენეტიკური კოდი, განვითარდა ებრაელთა ხალხის უბეში და ჩამოყალიბდა ჭურჭელი თასი, სადაც ჩაიღვარა კოსმიური მზე ქრისტეს არსება. მოსემ ვერ შეძლო მიიყვანა თავისი ხალხი აღთქმულ მიწამდე, რადგან იგი დაიღუპა. იმ გველმა ცნობადობის ნაყოფი, რომელიც მას ემსახურებოდა, იმ გველმა დაღუპა. ხო. ეს გზა გააგრძელეს მათ, ვინც მოწოდებულნი იყვნენ აღესრულებინათ უფლის აღთქმა. ასე უნდა გავიგოთ მოსე, როგორც ინდივიდუალობის მომამზადებელი. მან ებრაელი ხალხი მიიყვანა მეს კულტურასთან. გოლგოთის მისტერიის შემდეგ პავლე მოციქული იტყვის: არა მე, არამედ ქრისტე ჩემში. ინტელექტის ეპოქა, რომელიც მოსეს იმპულსთან არის დაკავშირებული, თავის დასასრულის გზას დაადგა. ახალი სულიერი ეპოქის კარიბჭიდან დგას ელია, ანუ ილია, წინასწარმეტყველი, ძველი ნათქვამია. გაიხსნენ მოსეს ჩემი მორჩილის რჯული. უпростоრეთ გაიხსენეთ მოსეს ჩემი მორჩილის რჯული, რომელიც გამოვუცხადე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის და მცნებანი და სამართლიანი. აჰა, მოგვივლინეთ ელია, წინასწარმეტყველის უფლის დღის და საშინელის დადგომამდე. ამას წერს მალაქია წინასწარმეტყველი თავი 3-22-23-ში.
ახალი აღთმის დასაწყისში კვლავ ხვდებით უფლის ანგელოზს და მოსეს მარკოზის სახარებაში, როგორც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ, აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. მარკოზი, თავი პირველი მეორე. ვინ არის გზის გამამზადებელი ანგელოზი? მათეს სახარების მე-17 თავში აღწერილია ფერისცვალების სცენა, როცა სამი მოწაფის თვალწინ იესო ქრისტე ფერი იცვალა და მზესავით გაბრწყინდა, მისი სახე და ნათელივით გასპეტაკდა მისი სამოსი და აჰა მოევლენენ მათ მოსე და ელია იესოსთან მოსაუბრენი. მთიდან ჩამოსვლისას შემდეგ კითხეს იესოს მოწაფეებმა, რატომ ამბობენ წიგნობარნი პირველად ელია უნდა მოვიდესო, ხოლო მან უპასუხა თქვა, ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველივეს, მაგრამ გეუბნებით თქვენ, ელია უკვე მოვიდა და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ ისე მოექცნენ, იგივე ტანჯვაელის მათგან კაცის ძესაც. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ. მათეს სახარება მე-17 თავი 10-დან მე-13 მუხლამდე არის ეს. სულიერი მეცნიერების თანახმად იოანე ნათლისმცემლის სიკვდილის შემდეგ იგი გახდა ქრისტეს მოწაფეთა მფარველი ანგელოზი, ხოლო იოანე ღვთისმეტყველში იგი უშუალოდ მოქმედებდა როგორც სული, ალბათ როგორც სული. ახალი აღთქმის ბოლოში იოანეს გამოცხადება აპოკალიფსისი კვლავ მიუთითებს უფლის ანგელოზზე. გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისთვის, რაც უნდა მოხდეს მალე და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლენებით მონას თვისას იოანეს. გამოცხადება იოანესი თავი პირველი მუხლი. მოსე იცვლება ელიათი. მოსესთან იდგა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ადამიანის 64-დან გამოიყვანა, რათა მოიპოვოს თავისუფლება. ილიასთან დგას მთავარანგელოზი მიქაელი. მიქაელი მიუძღვება ადამიანს კვლავ 64-ისკენ, ზეგრძნობადი სულიერ სამყაროსკენ, ცხოვრების ხისკენ, ფერისცვალების სცენაში ქრისტეს ერთ მხარეს მისგან მარცხნივ დგას მოსე, მეორე მხარეზე მისგან მარჯვნივ ელია წინასწარმეტყველი. მოსეს სახეში უნდა შევიცნოთ ცნობადი ხის იმპულსი, ელიაში კი ცხოვრების ხის იმპულსი. ქრისტეში ორივეა. თუ მოსეს კაცობრიობის განვითარებაში შემოქვს ინტელექტის იმპულსი, რომელიც შემეცნების ხის მწარე ნაყოფია, ელია ადამიანში ამზადებს მაღალ მეს, ანგელოზის იმპულსს. მოსეს სამშვენელი ატარა უკაცრიელ უდაბნოში. მოსემ სამშვენელი ატარა უკაცრიელ უდაბნოში, რათა მოიპოვოს მიწიერი მე. ელიამ ეს მიწიერი მე უნდა აზიაროს სულიერ მარადიულ ცხოვრებას, რათა ადამიანი გახდეს არა მხოლოდ თავისუფალი მეფე დედამიწაზე, არამედ სულიერი იერარქიის დაბალი წევრი. მასში უნდა გაცოცხლდეს ანგელოზის ბუნება. მე-19 საუკუნის ბოლო მესამეში დასრულდა მოსე, გაბრიელის ეპოქა და დასავლეთის სამყარო დადგა ილია მიქაელის სპირიტუალური იმპულსის გზას. დაადგა. აბრაამმა, მოსემ და სოლომონმა მოგცეს ის ჭურჭელი, რომელიც შორეულ მომავალში გამოყენებულ იქნა სულიერი სუბსტანციისათვის. ხო, მოკლედ, ჩემო საყვარელო ნანა, ძალიან რო გიყვარს ქართველები, ეხლა მე გეტყვი ერთ რამეს რა. რა დოარშება ეხლა ამას. ეხლა უყურე რას გეტყვი მე შენ. გამორთო ესენი. არ ირთვება. როდესაც წამოიყვანს მოსე თავის ისრაელიანებს, ხო? ისრაელიანებს თუ ისრაელიანებს, ხო?
წამოიყვანს და გზაში ისინი აბსოლუტურად გარეკავენ, როგორც ახლა თქვენ გარეკეთ ქალბატონო ნანა. რომ ამბობთ, რომ ესე იგი თურმე ქალდებელები და ყველა ის ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში დასახლებულნი, არიან თურმე ურიები, ხო? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჯავახეთს მოადგებიან, ის ხალხი, ვინც წამოვიდა და გამოვიდა უდაბნოდან, ჯავახეთში დახვდებიან, ჯავახეთის ტერიტორიაზე დახვდებიან დევები. ხო, და ძალიან შეეშინდებათ, იმიტომ რომ შიშარა ხალხი ხართ და აბარა. ძალიან შეეშინდებათ და წავლენ ეს ურიები. წავლენ და სხვაგან დაიდებენ ბინას, ალბათ იქ, სადაც არ ვიცი სად. და საქართველოში შემოვა მხოლოდ 2 ძმა. აი ეს 2 ძმა საქართველოში დაასახლებს შექმნის მერე მოსახლეობას. დიახ. და სწორედ აი ამ ძმების შექმნილ სახელმწიფოში მოდის ქრისტე. და ეს არის მცხეთა, სადაც ისინი, აი ეს ურიები, რომლებიც მე საქართველოს დასეულები არიან და აქ საქართველოში უნდათ რომ ფეხი მოიკიდონ, აიყვანენ ქრისტეს, დაიჭერენ, იმიტომ რომ ქრისტე სიმართლეს საუბრობს და ჯვრის მონასტერზე აცმევენ ჯვარს. დღემდე იქ ტარდება ქრისტეს ჯვარცმა ყოველწლიურად ურიების მიერ, თქვენაირი ურიების მიერ და თქვენი მამაოების მიერ, რომლებსაც თავი ქრისტიანები გგონიათ და დღემდე ფიქრობენ, რომ ისინი არიან ქრისტიანები. ვაჭრობა აქვთ გაქანებული ეკლესიებში და თავის თავს უწოდებენ ქრისტიანებს. არც ერთი თქვენგანი ქრისტიანი არ არის და არც ერთი თქვენგანი არ არის მართალი. იცით რატომ გეტყვით რატომ? იმიტომ რომ აბსოლუტურად შეცვალა ქრისტეს სიტყვა, აკეთებს აბსოლუტურად სხვა რამეს, ვიდრე ქრისტემ დაგვიბარა და ისევ ძველ კანონებში და ისევ მოსეს კანონებში არის ჩამხრჩვალი და იქ იხრჩობა დღემდე. მერე ყოველწლიურად წირავს ისევ და ისევ ქრისტეს და ყოველკვირეულად ჭამს ქრისტეს. სისხლის და ხორცს ჭამს. აი თქვენ ხართ ეს ქრისტე ჭამია ხალხი, რომლებსაც გგონიათ თავი ქრისტიანები. რომ ქრისტეს ჭამით, თქვენ გაქრისტიანდებით. თქვენ ქრისტეს ჭამით კი არ უნდა გაქრისტიანდეთ. ურიებო და ქართველად რო გინდათ ყოფნა, მაშინ უნდა გადაიქცეთ ქრისტეთ და აკეთოთ ის საქმეები, რასაც ქრისტე აკეთებდა. მაგალითად, შეხვიდეთ ეკლესიებში და გადამოყაროთ დახლები, სადაც ვაჭრობაა. დიახ, და თქვენაირი ურია ქრისტიანები იცით რას მეტყვიან მე? სანთელი ვაჭრობაა? კი, სანთელის ვაჭრობაა და ნამცეცებითაც რო ივაჭრო, ისიც ვაჭრობაა. რამე თუ ფული სადაც გაიცვლება, მას ვაჭრობა ეწოდება. ქალბატონო ნანა, ვიცი მესმის, რომ თქვენ მე ვერ მომისმენთ, იმიტომ რომ თქვენი სული ამას ვერ აიტანს, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით. იმიტომ რომ თქვენ ქრისტე ჭამია ურიები, თავს რომ ქრისტიანებს უწოდებთ და თან ქართველები გვიყვარხართ. ჩემი ქმარი ქართველიაო, მე ურია ვარო და მარიამი ურია იყო, სიდონიაც ურია იყო, ქრისტეც ურია იყო. და შენი ქმარი ვინ იყო? ვისი წარმომადგენელია შენი ქმარი? აბა ერთი ეგ მითხარი. შენ კარგი ის იყავი, მე შენი ქმარი ვინ არის? სადაური ვისი შტოა? და ბაგრატიონებიც ურიები იყვნენ. დავით მეფსალმუნე არასდროს არ ყოფილა ურია. იცოდით? არ იცოდით.
ურიებმა ქრისტე გვიწამეს. ურიები ელოდნენ მესიას. დღემდე არ უღიარებიათ ქრისტე რომ მესია იყო. შენ თუ ქრისტიანი ხარ და შენ თავს ურიას უწოდებ, ხო? დაუბრუნე ქართველებს თავისი მიწაწყალი და აღიარე რომ შენ აცვი ქრისტე ჯვარს. ბოდიში მოიხადე. მუხლებზე დადექი და ისე. ბიჭო ეს ხალხი. მე ვერ გავიგე რა. მე ვერ გავიგე ერთი რამ. მე რო ვიყო ეხლა არწივი. ხო? მე ვარ არწივი. და იქ არიან ბულბული, კაჭკაჭი, ყვავი, ჩემს გარშემო რა, რა ვიცი, სვავი და ასე შემდეგ და ყველა მოდიოდეს და მე მეუბნებოდეს, გინდა თუ არა მე ვარ არწივიო რა. ბიჭო, ხო უნდა გქონდეს ის თვისებები, არწივის თვისებები, რო იბრალებ ამ არწივობას და რო იბრალებ ამ ქართველობას, მარტო რო დაიყვირებ, ეგ არ არის არწივობა. იცით რა არის მეგობრებო? მარტო ქართულ ენაზე რო საუბრობთ, ეგ არ არის ქართველობა. ქართველობა არის სულით ქართველობა. იცით თქვენ? სომეხია ამ ბაგრატიონებს თვითონ იწებებს. ურია ამ ბაგრატიონებს თვითონ იწებებს. ქრისტესაც და მარიამსაც რა თქმა უნდა. ბიჭო, გარეგნულად მაინც შეხედეთ თქვენს თავებს და ნახავთ რომ გარეგნულად საერთოდ არაფერი არ გცხიათ იმ ხალხთან, ვისაც ქართველი ეწოდება. გვინდარჩა სომეხია იბრალებს რომ ქართველები იყვნენ ბაგრატიონებიო. ებრაელია იძებებს რომ ბაგრატიონები ქართველი ისინი იყვნენ, ურიები იყვნენო. რუსები ალბათ საერთოდ გადაყლაპვას ცდილობდნენ და არაფერი გამოუვიდათ. თურქები ვერ იტყვიან რომ ქართველები ვართო. მაგრამ არ მიკვირს რომ მაგათმაც დაიწყონ ახლა რომ მე ქართველები თურქი იყო, ბაგრატიონები თურქები იყვნენ, არც ეგ გამიკვირდება მართალი გითხრა რა. და ძალიან ელემენტარულ რაღაცას გეტყვი რა. უბრალოდ შენი სისხლი გამოიკვლიე და ნახავ რომ არა ხარ ქართველი. გეორგის წარმომადგენელი არა ხარ, გეორგის წარმომადგენელი არა ხარ, G2G-ს წარმომადგენელი ვერ იქნები. და G200-ს წარმომადგენელიც ვერ იქნები. და მაგითი მიხვდებით ვინ ხარ და ვინ არ ხარ. და თუ G2-ის წარმომადგენელი სისხლი აღმოგაჩნდა, შენ ესე იგი ურია არა ხარ. არც ებრაელი ხარ და ებრაელობას იბრალებ. გესმის? ანუ ხვდებით რაშია ხო საქმე? ხალხი რომელიც თავს იკლავს რომ ქართველი იყოს. ანუ ვენებს იჭრის. რა ყველაფერს აკეთებს რომ ქართველი იყოს რა. და თან მეუბნება რომ შენ ხმა გაკმინდეო რა, ქართველს მეუბნება რა. შენ ქმარსაც ეგრე ეუბნები ხოლმე? ქართველი რო ამოიღებს ხმას შენს ოჯახში და ხმა გაკმინდეო ეს ეუბნები? ჯერ მე მომისმინეო? შენ რაღაცა ძალიან თავში ხო არა გავარდნილი, მაგ ურიული. თქვენ მაინტერესებს თქვენ თუ გქონიათ ესეთ ქართველ ურიებთან ურთიერთობა? გქონიათ ქართველ ურიებთან ურთიერთობა? რომლებიც იბრალებენ რომ გინდა თუ არა მე ვარ ქართველი, ბაგრატიონი ის იყო. ბაგრატიონები მე გაქართველდნენო.
მე ეგეთი რამე არ გამიგია ბაგრატიონები თუ ურიები იყვნენ რა თუნდაც გაქართველება იქნებოდნენ ბაგრატიონები და იქნებოდნენ ებრაელი ბაგრატიონები და ებრაელობას მიაწვებოდნენ რაში სჭირდებოდათ მაგათ რომ გაქართველებული იყვნენ თუ სისხლში ის ქონდათ და იმას დაირქმევდნენ ეგრანაირი ბაგრატიონები იქნებოდნენ ჯერ ეგერთიც და მეორეც ერთიც თუ ბაგრატიონი ვარ და თანაც ურია ვარ რა შემჭირდება რო სხვა ერის წარმომადგენლები დავიცვა, ჩემ ერის წარმომადგენლებს არ დავიცვა, თუ რა გონიათ, ეხლა ეს ქართველები ისე შემოვიპარეთ და ჩუმჩუმელად აქ ტერიტორიები დავიკავეთ და მანამდე იყვნენ აქ ურიები, ებრაელები და სომხები და აქ ცხოვრობდნენ ყველა ერი ქართველების გარდა და ქართველები შემოვიპარეთ, სად ვიყავით და ციდან ჩამოვარდით. და მე თანდათან ყურში უჩურჩულეთ იქ ბაგრატუნიანებს, სომხებ ბაგრატიონებს, რომ ბაგრატუნიანებს, რომ იცი რა ქართველობა კარგია, მოდი. ხო და ბაგრატუნიანები მე ბაგრატიონებად გადაკეთდნენ და მე ისა იმებს ებრაელ ბაგრატიონებს უჩურჩულეთ, რომ იცი რა ქართველობა კარგია, მოდი ქართველი გახდი და ებრაელი ბაგრატიონები უცბად ქართველებად გადაკეთდნენ. შენ ის თუ იცი, აი მართალი იოსები, მართლა ებრაელი რო იყო და მარიამი რო ყავდა ცოლად. იქ რომ ჩავიდნენ ნაზარეთში. და სახში არავინ არ შეუშვა, გარეთ მოუწიათ დაწოლა იქ იმაში. ნაზარეთში კი არა და ნაზარეთიდან რომ წამოვიდნენ. და სადაც იესო გაჩნდა თავის ქალაქში, ნაზარეთში. სანამ გამოიქცეოდნენ. იოსებმა მარიამი რომ მიიყვანა იქ ქალაქში და გარეთ ბოცელში რომ მოუწიათ შვილის გაჩენა. შენი აზრით, მარიამი თუ ებრაელი იყო, არავინ არ შეუშვებდა იმ ებრაელობაში სახში? რატო არ შეუშვებდა ნეტა მარიამს? ახალგაზრდა გოგოა, ქმართან ერთად ჩამოვიდა სოფელში, ცოდუა, უნდა იმშობიაროს, არავინ არ შეუშვებდა სახში? შენ რას ფიქრობ? ეხლა არ მითხრა, რომ ებრაელები ქალს პატივს არ სცემენ და რომ დაინახავდნენ ორსული ქალი არის და ებრაელი არის, შეიპატიჟებდნენ, ხო სახში? შეიპატიჟებდნენ. თუ ეტყოდნენ შენ მიხარო, ვისგან ხარ ორსულად, ქმარი გვერდზე ყავდა, ხო? არ იყო ურია და იმიტომ არ შეიპატიჟეს სახში, იმიტომ რომ ზედაც არ უყურებდით თქვენ, დამპლებო თქვენ გაჭირვებულ ადამიანებს. საზიზღარო შენ. და კიდე უნდა რომ მარიამობა მიიწეპოს და ქრისტეობა მიიწეპოს ამ ურიამ. იოსები იყო, ხო, ებრაელი იყო იოსები, მაგრამ იოსების შვილი არ იყო ქრისტე. ხო და იოსები, იმიტომ რომ სხვა ერის წარმომადგენელი ქალი ყავდა, არავინ არ შეიპატიჟა სახში. კაბატონო ნანა. რატო გინდათ რომ იყოთ ქართველები, როცა არ ხართ ვერ ხვდები რა. მე ამ ფენომენს ვერ ჩავწვდი რა. რომ ყველას უნდა ქართველობა და როცა არ არის და უნდა. ბიჭო, თუ გინდა გახდი, გაიწმინდე სისხლი, მოინანიე და აღიარე უფალი იესო ქრისტე. ნუ ჭამ, კი ნუ ჭამ, ეზიარე მას, ზიარება რა არის იცი? აი მაგალითად ვიღაცას გარდაეცვალა ვიღაცა და ვიზიარებ წუხარებას, ხო? უთხარით. რა შევჭამეთ თუ რა ვქენით? ვიგრძენით, გავიზიარეთ, გავითავისეთ. ეზიარეთ ქრისტეს, გაითავისეთ ქრისტე. ჭამა და თქლეფა არაფერ შუაშია ქრისტესთან და ქრისტეს სისხლსა და ხორცთან. გაზიარება მისი სისხლით და ხორცის არის, რომ შენ სისხლით და ხორცით იგრძნო რა გაიარა ქრისტემ. და შენ
ეხლა მე ვხვდები რა ბრძოლაც არის გაშვებული ჩუმჩუმად აგენტებით რა. გამოტყდა უკვე კარი გამოიღო. ესე იგი, მასწავლებლები არიან ის ხალხი, ვინც ესე აწყვეტებს ბავშვებს არასწორ ინფორმაციებს ქართველებზე და ებრაელებზე. შემდეგ აბსოლუტურად გაურკვეველ მდგომარეობაში არიან ეს ბავშვებიც და ეს ახალი თაობაც და ვეღარ გაუგიათ, ვინ იყო ქართველი და ვინ იყო ებრაელი, რას ნიშნავდა ქალდეველი, რას ნიშნავდა ურია, რას ნიშნავდა ქართველი და რას ნიშნავდა აზერი, ხო, ანუ რას ნიშნავდა ლაზი და რას ნიშნავდა არმენი და აი ამ ყველაფერს მეგობრებო, ხო, ერთმანეთში რომ აურდაურევენ ეს მასწავლებლები, რომლებიც ურია სახით არიან შემოყრილი აგენტები, ჩვენს ბავშვებს რაც არ უნდა ველაპარაკოთ, მე ვერაფერს ვერ გადავასწავლით. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებით. პარასკევს კი არა და შაბათს მივდივართ უფლისციხეში, სადაც აი ზუსტად ესეთმა ურიებმა და სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც ფულზე არიან დახამებული, შეისყიდეს იჯარით აიღეს უფლისციხე და აღარ უშვებენ ქართველებს, რომ მოინახულონ იქ ეკლესია და მოილოცონ ეკლესია, მოილოცონ უფლისციხე და შაბათს 2 საათისთვის ვიქნებით უფლისციხესთან. წამობრძანდით თუ უკაცრავად ვინც ქართველი ხარ შენ წამობრძანდი ნება იბოძე და წამობრძანდი დადექი იქ. თუ ქართველი არ ხარ შენ არ წამოხვალ ნამდვილად, მაგრამ ვინც ქართველია და სურს რომ თავისი ქვეყანა ეკუთვნოდეს თავად ქართველებს, მაშინ მოხვალ. ეხლა მე მინდა კიდევ ერთი მტკიცებულება მოგიყვანოთ, რატომ არ არიან ურიები ბაგრატიონები. Let's go. გასაღები მჭირდება, ჩემს ოთახში შევდივარ და ჩემს ოთახში მე თქვენ გაჩვენებთ იმ ხეს, რომელ ხეზეც აღწერილი არის, ვინ არის ბაგრატოვანთა მოდგმა. და ქალბატონი ნანა იქნება ეს თუ სხვა, რომელიც დაიბრალებს თავის თავზე, რომ ესე იგი ბაგრატოვანები იყვნენ ურიებიო და ღვთისმშობელი ურია იყო, ხო? ებრაელი იყო. აი იმას პირში ჩაატენეთ ეს რა, ძალიან გთხოვ. აი ეს არის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ დადგენილი ხე და გამოკვლეული ის ხე, რომელიც ადამ და ევას შთამომავლობიდან ბოლომდე აი ბაგრატიონები უკვე აქ არიან და აი თამარი და დავითი აქ არის. მეგობრებო, მიწიანი ხელები მაქვს და ჩემი იმის ჭუჭყიანი ხელების შეგრცხვებათ. ადამი და ევა იწყება. წავიდა აქეთ პირველი შვილი. აქ არის აბელი, რომელიც წყდება აი ამ კაენის მიერ და აღარ გრძელდება მისი შტო, მაგრამ კაენის შტო აი აგერ გრძელდება. აი აგერ გრძელდება. ეს არის ურიათა წარმომადგენლობა. ეხლა წავიდა. მაგრამ აი ეს შტო
რომელიც მიდის აქ სეითის, აი აქ სეითი წერია, მეგობრებო, სეითის შტო, რომელიც დაიბადება, ეს ორი ადამი და ევა შექმნა იახვემ დემურგმა ანუ ხორცში ჩაკეტა ადამის სული, ანუ ადამიანის სული. შემდეგ, როდესაც ხორცში ჩაკეტა, ევა მოუნდა და შეაცდინა და ევამ შვა მერე კაენი და აბელი მისგან. ევასა და ადამის შვილი არ არის კაენი და აბელი. ევასა და იახვეს შვილია კაენი და აბელი. მაგრამ ადამი და ევას შვილი არის სეითი, რომელიც არის შემდეგ ის შტო, რომელიც შობს დავითს, სად არის? აი, აბრაამის, იმის, აი ეს მთელი ხაზები. წავიკითხოთ თუ გინდათ, მაგრამ არ ჩანს კარგად. აი ბიბლიაში ვინც არის ჩამოთვლილი, ესენი ვინც ბიბლიაში არიან ჩამოთვლილი. აი, და მოდის აი აქ არის მერე ზორობაბელი, მერე აქედანაც მიდის შტო და აი აქ არის ჯვარცმა, აი. და მარიამის შვილი არის იესო. აი აქ არის ჯვარცმა. ნახეთ ახლა რა ხდება. აი აქ ზორობაბელი ხო არის? მანამდე იყო დავით მეფსალმუნე. დავითი არის საად? აი სადღაცა აქ არის. დავით მეფე. მოვპოულობ ახლა. მოკლედ, აი აქ სადღაცა უნდა იყოს დავითი რა, სადღაცა დავითია. აი დავით მეფე, აი დავით მეფე. აი ეს არის დავით მეფე, მეგობრებო. და დავით მეფეს ყავს განშტოებები, აი აქ ესენი სრულდება, ხედავ? აღარ ვითარდება. და დავით მეფეს ასევე ყავს განშტოება აი ეს. და ნახეთ როგორ მიდის და აი აქ იყოფა ორად, ზორობაბელიდან უკვე აქეთ მოდიან ის ხალხი, ვინც ბაგრატოვანთა წარმომადგენლები არიან, აი ამ ხაზის შტო არის ბაგრატიონები და გადმოდის მერე აი აქ მთლიანად ბაგრატოვანთა წარმომადგენლები არიან და აი აქ უკვე ეს ხაზი მარიამი, რომელიც მარიამ ღვთისმშობელი საიდანაც არის, აი აქ სრულდება. ხვდები? აი აქედან აი ეს ხაზი, რომელიც ვითარდება, აქ სრულდება. ანუ ზორობაბელის ეს შტო დასრულდა აქ. ზორობაბელის ეს შტო ჯვარცმით დამთავრდა და აი ბაგრატოვანთა ზორობაბელის ეს წარმომადგენლობა გადაიზარდა ბაგრატოვანთა ხაზში, სადაც იშვა თამარი და დავითიც სხვათა შორის ბაგრატოვანი იყო. შენ ვერ იტყვი, რომ თამარი, მარიამი, დავითი იყო აი ამის შთამომავალი. ვერ იტყვი. კაენის შთამომავალი, რომელიც არის მრუში და მკვლელი მამის მოდგმისა, რომელისგანაც იშვა, რომელიც დააორსულებს ევას, იახვე ღმერთი, ხო? იახვე, რომელზეც ქრისტე ამხელს, რომ თქვენი მამაო მრუშია და მკვლელიო და იქადნეს შვილები ხართო, ხო? ამაც იწახეს, ამათზე. ხოლო აი ამათ წარმომავლობაზე, რომლებიც თავს უწოდებენ ისა ეხლა ბაგრატი, ესენი უნდათ რომ გახდნენ ამათ, გესმის? აქ, აი აქ მდგარ ხალხს. ესენი ვერასდროს ვერ გახდება, იმიტომ რომ ამათი შტო ერთმა შტომ ჯვარცმა განიცადა და მეორე შტო, რომელიც არის თამარის, დავითის და კიდე სხვა ბაგრატოვანთა წარმომადგენლების, აი ამ შტოსგან ვარ, მეგობრებო, მეც. გესმით? უშუალოდ ამ შტოსგან ვარ მეც.
და გენეტიკურად რომ ეს მტკიცდება, ხო? აი, აქ ძალიან კარგად ჩანს. ხედავთ, ხო? გენეტიკა სად გამოვიდა, ხედავთ, ხო? თამარის ხალები ნიკაპზე, ყელზე, ლოყაზე. ჩემი ხალები ნიკაპზე, ყელზე, ლოყაზე. თამარის ჯვარი, რომელიც მიუძღვეს აჩუქეს თამარს, ოღონდ აჩუქეს იმის მიხედვით, რისი მიხედვითაც თამარმა მას დაამზადებინა. თამარმა ჭედლებს დაამზადებინა, იყო აი ეს საკითხი, მეგობრებო. აი, ამ ფორმულის მიხედვით დაამზადებინა თამარმა ეს ჯვარი. ეს არის ქოროსის თვალი. და ამაზე ბევრს საუბრობ ხოლმე. და აი ეს ჯვარი უკვე, რომელიც არის თამარის ჯვარი, ხო? აი ეს ჯვარი. აი ეს ჯვარი, მეგობრებო, უკვე არის ახალი თამარის ჯვარი. აი ეს კიდე არის ძველი თამარის ჯვარი, რომელიც დღეს მოიპოვება ილია მეორეს თან პირადად, რომელსაც აზისზეთ. და აი ეს ორი ჯვარი ვითარცა თამარის გამოსახულებაც, როგორ გავს ერთმანეთს. მე ვერ გეტყვით, რომ ეს ჯვარი მე დავამზადებინე. ეს ჯვარი თვითონ მოვიდა ჩემთან. ეს ჯვარი თვითონ მოვიდა ჩემთან. მე ეს ჯვარი არ დამიმზადებია. ეს ჯვარი თვითონ მოვიდა ჩემთან. რომელიც დეიდაშემა გადმომცა და არც იცოდა, რომ თამარის ჯვარი იყო. და გენეტიკა, მეგობრებო, აი ხა მართლა ამაზე ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს აი ამაში, რომ გენეტიკური საკითხები ძალიან კარგად ჩანს. კარგი, თუ ამან ესა ცოტა აგაბნია, ხო? იმ ხალმა აგაბნია, რომელიც მოვნიშნე, აი ამას გაჩვენებ. მონიშნულების გარეშე გაჩვენებ. აი ხლა დადეგით რომელიმე თქვენგანი და მითხარით, რომ აქ გენეტიკა არ გამოიყურება. გენეტიკა არ გამოსჭვივის. რომელიმე დადეგით და მითხარით, რომ გენეტიკა არ გამოსჭვივის აი ამ ორი ადამიანისგან, რომ იდენტური გენეტიკა აქვთ. შეგიძლიათ მითხრათ? სასწავლებია და რასაც ისწავლი, ის შენთვის სასწაული ნაკლებად იქნება. გესმის? ქალბატონო, ნანა. და აი ხლა დადექი და შენ მომისმინე თუ გინდა. შენთვის უკაცრავად და დრო არ მაქვს, რომ შენს ლაყბობას და რაღაც ღაბრებს ვუსმინო აწი. გეიგე, მასწავლებელო ნანა. მეგობრებო, როგორ მოგწოთ ჩემი ოთახი? ეს არის ენოქის წიგნი. აი ნახეთ, ენოქის წიგნი. ეს წიგნები მე საჩუქრად მივიღე ლევან პეტრიაშვილისგან და არ ვყიდი, მეგობრებო. მე არ ვყიდი ამ წიგნებს. არ გეგონოთ, რომ მე ამ წიგნებს ვყიდი. ეს წიგნები მჭირდება პირადი საკითხებისთვის. ეს ყვავილები, გამხმარი ყვავილები მე მოვიტანე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და უხდება აი ამ ოთახს. აბა აქეთ წავიდეთ ახლა. ეს ჩემმა ბიჭმა გააკეთა ბაღში და მომართვა. აი ეს მელიასავით რო არის. ეს მე გავაკეთე ხეები თინეიჯერობაში. ეს ჩემი ფილმის პოსტერია. ეს ჩემი ბაი არის. ეს ჩემი საბავშვო წიგნია, არ ვიცელა. ეს ჩემმა ბიჭმა 5 წლის ბიჭმა გამიკეთა ბაღში და მომართვა. იოანემ შეყვერელმა. ეს ჩემი დახატულია
სარკე რომელმაც ასახა ის, როდესაც თმები შემაჭრეს. ეხლა ნახეთ ვინ გაჩვენოთ? აი, ჩემი ბებია. ჩემი დიდი ბებია. იცანით ხო? და კიდე რა გაჩვენოთ? ეს ჩემო ბიჭმა გამიკეთა. აი ეს. მოდი. კიდევ რა გაჩვენოთ? აი ამას რაღაცებს ვქსოვდი და აღარც დრო მაქვს და აღარც თავი. იმდენი ჯოჯოა. უი, ეს ჩემი მეუღლეა. ინდოელი. სად გამოჩდი ეს გაიცანით დავითი. უბრალოდ მარინოს გეფარდი. ეგ წარსული აწყო თუ მომავალი რომ უი არ ვიცი რას მეკითხები რაზე ეგ წარსული აწყო თუ მომავალიო ჩემი ოთახი დავათვალიერებინე მაყურებელს ხო აი ეს წიგნი მაჩუქეს ეს წიგნიც მაჩუქეს. ხო გითხარით უკვე. რამდენი წიგნები მაქვს იცით და წასაკითხი? ეხლა რასაც ვკითხულობ. ეხლა ვკითხულობ ერთდროულად რამდენ წიგნს? 1 2 3 4 5 წიგნს. ერთდროულად და ეს ერთდროული 5 წიგნის კითხვა იწელება და იწელება, ალბათ 1 წელი დამჭირდება, მაგრამ აქ რაღაცა ალერგია მომცა მე მგონი დიდი ხანი არ შემოვსულვარ. მაშინ გაწმინდა და მარინუს ეს ვანახე ახლა მე ჩემს მაყურებელს, აი ეს. აი. ეს ვანახე ჩემს მაყურებელს რა. და ჩემს მაყურებელს ვუთხარი რომ აი ამაში ახლა ადამიანი უნდა იყოს ბრმა. რომ ვერ დაინახოს, რომ გენეტიკა არის, ხო? გენეტიკურად. ეხლა ჩემი გენეტიკა, რომ ბაგრატოვანთა გენეტიკა არის, ხო? ამ ხალებს ხო იგრძნობა რა? კი, აბა. და ეს ჯვარი რომ ერთნაირი არის, არა უშავს? გახსოვს ამ ჯვარის ამბავი? როგორ, აბა მოყევი როგორ იყო თუ იცი? აი, იცი როგორ იყო? რანაცა იყო მომენტი დეიდაშ მიდი და გამოგაჩენ ერთადერთი აი ახლა ეს გაისწორე და გამოგა არ გინდა აი მოვატრიალე ხო მე მოყევი აბა შენი ხმა მესმის ხო ხო შენი ხმა ისმის იცი როგორ იყო ერთი მომენტი იყო ჩვენ ვიხავით დიდი ხომში დედა შენთან. ხო და მოვიდა რა ქვია დეიდა, ხო? ხო, ნელი დეიდა. ნელი მოვიდა. ნელი დეიდა. გამარჯობა. ნელი დეიდა მოვიდა. აუ ერთი ნელი დეიდა უნდა ჩავთო ლაივში, ერთი უნდა ვკითხო თუ შეერთება ლაივში. ხო. ხო და მე რაღაცა მომენტი იყო, შენ რო უთრარი აი თამარის ჩვარის ამბევი. არაფერი არ მithქოს მე ეგეთი. მე უთხარი რა ლამაზი ჯვარი გიკეთია მეთქი. რა ლამაზი ჯვარი გაქვს თქო და უი, მე შენთვის ერთი ჯვარი მაქვსო. დიდი ხანიო. უკვე შენახულიო და ეს წავსული ვარ მე უკვე 11 წელია გერმანიაში. მე გააგზელე. და მე უთხარი რომ თამარის ჯვარი მინდა მეთქო. ხო, ეს მახსოვს, თამარის ჯვარი გინდა. მე მოგცემს ეს ჯვარი და სუსტად თამარის ჯვარი იყო. არის თვითონაც არ იცოდა. არაფერი არ იცოდა თამარის ამბავი და თამარის ჯვარის ამბავი არ ვიცი თუ იცოდა თუ არ იცოდა არ ვიცი. არ იცოდა მარინოს იქ რო წავედი და აბა როგორიაო და აღარც ახსოვდა მე მგონი ეგეთიაო რო ვაჩვენეთ. თამარის ჯვარი მინდა მეთქი და აბა როგორია თამარის ჯვარიო და
აი მე თქვი თამარის ჯვარი ესეთია თქო, აი ესეთი თქო, მოიცა ჩემი სალოცავი წიგნი აქ არის. არ არის აქ იქით არის. ხო და სალოცავ წიგნი არის უკანა გვერდზე თამარის ჯვარი და აი ესეთი მე თქვი, ოი ზუსტად ეგეთია მე მგონიო. ხო და მე თქვი მაინტერესებს აბა მართლა ეგეთია თუ არ თქო და წავედით ეგრევე წავედით, ხო? აბა მითხარი. აბა ეხლა უკეთესად ჩანვართ. ჩემი ინდოელი. ეხლა მოგიყვებით ერთ ამბავს. ახალი დაქორწინებული ვართ მე და მარინუსი. და საქართველოში ვართ. ხო და დავორსულდი, ორსულად ვარ და ამ კორპუსებში, დიდი ღომში ცხოვრობ, ამ კორპუსებში, ესე იგი როგორც კი მიუახლოვდებოდი სადარბაზოს, მაშინვე მოდიოდა ეს სუნი. სუნი, ყველგან სუნი იყო და გადავირე სუნი, ყველგან სუნი მელანდება და გადავწყვიტეთ, რომ მანქანაში ვიცხოვროთ, იმიტომ რომ მე სულ გადაყუდებული ვიყავი, როცა კორპუსში ვიყავი, ვერ სუნთქავდი. ცხოვრობთ მანქანაში და რას ყოფილი დამავით? ხო, მანქანაში ვცხოვრობთ ახლა და მანქანიდან ჩემი მეუღლა არც ცხენია ესეთი რაღაცები არ არის, უსირცხვილო ბიჭი ხარ რა. სამთარი იყო და ზამთარია და საყიდლებზე წავიდა ჩემი მეუღლა და მიდის ესე, აი ესე, თავში შემოხვეული პილოტი. მეუბნები არ წახვიდე ეგრე. აბა რა ვქნაო, ესე უნდა წავიდეო, რომ გამიცივდება თავი, ხო და არ წახვიდე მეთქი. არა წავედიო. წავიდე და ყურებს ახლა ეს ხალხი გამიშტერდა. კუდი ქონდა. ხო, თან კიდე კუდი დაიხურა სემოთა. შენ მოყევი ახლა, შენ გააგრძელე. მე რაღაცა მაღაზიაში ვიხავით, ხო? ხო, რას ყიდულობდი? რაღაცები რა, ვაშლი და ესე შემდეგ. და საუბარი მქონდა. გავყიდოთ. მქონდა საუბარი. და მითხრა, თქვენ ინდუეთიდან ხო არა? და მე საერთოდ არ გავსვა ინდუელი თუ გავხარე. ესე თავზე რო გაიკეთებ, ახლა ეგონე ინდოელი. ხო და იკითხებენ ჩემს მეუღლეს, რომ ინდოელი ხომ არ ხარო რა და მოდის და მეუბნება, ინდოელს გავარო კაცი. მეთქი აბა შეხედე ჩემს თავს, რა გადებს თავზე. ხო და ესე გამოიყვანეს ჩემი მეუღლა ინდოელი სოლეიმანა. ხო, ინდოელი სოლეიმანა. მოკლედ, ებრაელები, ქართველები, გერმანელები, ინდოელები, ყველაფერი აირია და ასე შემდეგ. აი ძველი მტვერია, აქ დიდი ხანი არ შემოსულა რა მოთახში ზამთარი არ გამიტარები ამ მოთახში და ნახეთ როგორ ცხვირში უკვე გრძნობ იმას ალერგიას 100-ია, როცა ძველი მტვერზე გაქვს ალერგიული ხარ. მეგობრებო, თქვენ რაღაცა გაყუჩებული ხართ ხოლმე, მიიყუჩებით ხოლმე და ჩემი წიწილებისავით ვერ გაიგებს კაცი აქ ხართ თუ არა. რამე იაქტიურეთ, ვერ გავიგე, აქ მისმენთ თუ არ მისმენთ. ჩემთვის ლაპარაკობ თუ თქვენთვის. ჩემს თავს ველაპარაკები თუ თქვენ გელაპარაკებით. შიგა და შიგ 1-2 მიმოწერა. მე მგონი მორჩი დღეს საუბარს, ნახეთ რა კარგად დავასრულე საუბარი. დაღლილი ვარ და იმიტომ მეგობრებო რა. ეხლა მთელი დღე ვშრომობ. იქ გარეცხე, იქ დაალაგე, იქ გამოხონი, იქ წიწილები, იქ ის დაბარე. ხო და იქ იმას უპასუხე, იქ იმის უპასუხე, იქ იმას გააცე პასუხი, იქ იმას დაარიგე, იქ იმას მოусმინე და უფრო მეტი საქმე იყო ვიდრე ციცილების მე მგონი. ხო. ციცილები გავერთე ციცილებით. მოხდა დამატებები, ცვლილებები დაიწყეს და სრულიად შეიცვალა შინა არსი, ის ჭეშმარიტება კი, რაც გადაკეთდა ხალხში სხვა მიმართულებით ცოდვების მგზით მოდის დღემდე, შედეგი კი სახეზეა. აქ ვართ, ამბობს ქეთა, ჰალო ქეთა. მოკლედ მეგობრებო, აი ინტერნეტ სივრცეშიც არის აი ეს. ნახე? აი ეს არის უნიკალური რამე, რაც დაგვიტოვა ვახუშტი ბაგრატიონმა. ეს აი აქ წერია, ვინ შეადგინა. ეს ბაგრატიონ და
ეს არის. აი ეს არის შექმნა. მამა ზედა სული წმინდა და მე ადამი დაევა რომ შექმნეს. ეს ბაგრატიონთა მგონი ვახუშტი ბაგრატიონმა, ხო? ისე წერია, ისე წვრილად რომ ვერ ხედავ. კითხულობ და ვერ ხედავ. ეს ბაგრატიონთა ნათესავ ჩაგმავა იცით რა ჩაწერეთ? იცით რა ჩაწერეთ მეგობრებო? ჩაწერეთ ბაგრატიონთა ხე. ანუ ბაგრატიონთა ხე? არ ვიცი, ზუსტად როგორ უნდა მოძებნოთ, არ ვიცი რა. მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით. ვახტანგ ლევანის ძემ. ყურადღებით გისმენთ ზინაწერს. ზინა, მე მგონი ახლა დავამსრულებ მე. ეს ბაგრატიონ ნათესავ ჩამშავლება ჰამინამ ვირთავსა წერ გამრავლებ მეფე ვახტანგ ლევანის ძემ საგანგებოდ ქართულად თვისი გიორგი ფერაძის ძალიან წვრილად წერია, ვერ ვხედავ. მე იცით როგორ შეგრძება მაქვს, იცით, რომ საბოლოო წერტილს მივუახლოვდით, მეგობრებო, საბოლოო ბრძოლა არის ახლა ეს, პირდაპირ ურიებს შევებრძოლეთ, რომელიც მე აქამდე არ მქონია. აი ესე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ურიების შებრძოლება არც თუ ისე იოლი საქმეა. ეს იგივე არის, რომ წარმოიდგინოთ, რომ პირდაპირ ებრძვი პირდაპირი მნიშვნელობით მასონთა წარმომადგენლობას შეებრძოლე ახლა, ანუ შევებრძოლეთ და მასონთა წარმომადგენლობამ ზუსტად იცის ვინც ვარ და მასონთა წარმომადგენლობამ ისიც იცის, რომ მე უბრალოდ ადამიანი არ ვარ, რომელიც ამ დედამიწაზე ვარ მოსული, ისევე როგორც ქრისტე არ იყო უბრალოდ მოსული და მასონთა წარმომადგენლობამ ისიც იცის, რომ თუ მე რამის მიზავენ, ისინი თავის თავს დაიღუპავენ.
აქედან გამომდინარე მეგობრებო, მე მაქვს ეს შესაძლებლობა, რომ დავიცვა ჩემი სიტყვა, ქართველების სიტყვა, ქართველები დავიცვა ღვთის სიტყვა ჩემთვის, ჩემს გადასარჩენად და ქართველების გადასარჩენად და იცოდეთ, რომ უფალს რომ არ უყვარდეთ, ასეთ სასწაულებს არ გააკეთებდა. ეხლა ალბათ იკითხავთ, როგორ სასწაულებს. მე კი გეტყვით, ასეთ სასწაულებს არ მოაწყობდა. ეხლა ალბათ იკითხავთ, ეს რა არის, ხო? გაინტერესებთ ეს რა არის, თუ ვინმე გაიგო ამ კოლაჟზე რა არის აღწერილი. მოდი, ჯერ მაინტერესებს თქვენი აზრი ამ კოლაჟზე რას ხედავთ თქვენ. მოდი ცოტა მაღლა ავწევ. რას ხედავთ ამ კოლაჟზე? აბა გელოდებით თქვენი აზრები მაინტერესებს ამ კოლაჟზე რა დააფიქსირეთ, რა დაინახეთ, რა დააკვირდით, რას დააკვირდით, რას ვერ დააკვირდით, რა გაინტერესებთ რომ გაიგოთ, რას დავაზუმო თქვენი აზრით, შემიძლია რომელიმე მონაკვეთი გამოვიტანო მაღლა, ამოვიტანო, ანუ ამოვწიო, რომ წაიკითხოთ, დაინახოთ, დაზუსტებით დეტალურად. და მერე თქვენი აზრი მაინტერესებს აუცილებლად, იმიტომ რომ მე რეზონანსი ხომ ჭირდება არა, რომ შეაყარე კედელს ერთსვიო არ მოვიდეს, ესეთი რამე არ იყოს. აქ კბილში რაღაცა მაგ უკაცრავად შავი წერტილი დავინახე. ეხლა ეს კი არა, ეს კი არ მოსწიო. ეს მოსწიე, ეს მოსწიე. მოდი ახლა ამაზე გადავიდეთ. ეხლა მე მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ორ ადამიანში. ერთი არის დავით სოსლანი და მეორე არის ჩემი მეუღლე მარინოს გეფარდი, თუ ხედავთ მსგავსებას. ხართ მსგავსნიო, ამბობს დომნა. მე და თამარი რომ მსგავსნი ვართ, ხო, დომნა. ესენი, დავითი და ჩემი მეუღლე. ანუ კიდევ ძალიან ისეთი არის მსგავსება და განმეორებაო დარეჯან სოხაძე წერს. ხო, ანუ დარეჯან, ესე იგი შენ ხედავ ჩემს მეუღლესა და დავით შორის მსგავსებას. და ეხლა მე თქვენ სურპრიზად გეტყვით ერთ რამეს. რომ როდესაც თამარი დაქორწინდა დავითზე. თამარი იყო 30 წლის.
27 წლის ასაკში გაშორდა თავის პირველ მეუღლეს, გიორგი რუსს, 3 წლის მერე დაქორწინდა დავით სოსლანზე. და აბა გამოიცანით მე როდის დაქორწინდი ჩემს მეუღლეზე. ძნელი გამოსაცნობი არ იქნება. ანუ რომელ ასაკში დავქორწინდი მე ჩემს მეუღლეზე თუ გამოიცნობთ. როგორც კი დაქორწინდა თამარი თავის მეუღლეზე, მეორე წელს გააჩინა ლაშა გიორგი და მას მერე კიდე მესამე წელზე გააჩინა რუსუდანი. თამარი იყო რუსუდანების მოცვაში, გარემოცვაში. შვილი რუსუდანი, დედა რუსუდანი, ისა უბრალოდ მამიდა რუსუდანი და რუსუდანი. ესე იგი რუსუდანი და რუსები ეკერათ სულ ამათ პირზე გიორგი რუსი, მამიდა რუსუდანი და რუსუდანი, შვილი რუსუდანი და რუსუდანი. რა იყო ეს რუსუდანი? და აბა თუ გამოიცნობთ, მე როდის მეყოლა პირველი შვილი და მეორე შვილი როდის მეყოლა? ანალოგიურად როგორც თამარს. ანალოგიურად. 30 წლის ასაკში დავქორწინდი ჩემს მეუღლე დავით სოსლანზე, ანუ მარინოს გეფარდზე. მერე 31 წლის ასაკში მეყოლა ნიკოლოს გიორგი და არა ლაშა გიორგი და 32 წლის ასაკში მეყოლა მატილდა მარიამი და არა რუსუდანი. ხო? საინტერესოა, ხო? მერე 35 წლის ასაკში ისევ მეყოლა იოანე თორნიკე, მაგრამ არ ვიცით თამარს რამდენი შვილი ყავდა კიდე დაკარგული. ანუ დაკარგული ალბათ თქვენ იცით, რომ ქალს შეიძლება იმდენჯერ მოსწყდეს მუცელი, რომ ვერს გაიგოს. ძალიან ბევრჯერ თურმე. თვიდან თვემდე. ჰერიჰა ალექსანდრა წერს. ჰერიჰა, ზუსტად ჰერიჰა. ჰერიჰა. არიჰა. ჰერიჰა. არიჰა. ალექსანდრე, რამ გაგაჰერიჰა? ხო, სურპრიზად გითხარით ახლა ეს. ჩვენში დარჩეს, არავის არ უთხრეთ, არავის არ უთხრეთ. ეს ჩვენი სურპრიზია. იცოდეთ ეს თქვენთვის. ქართველებმა ჩვენთვის დავიტოვოთ ისინი, საიდუმლოებები. ხო? მერე. აბა გისმენთ. შეტატულია თამარ და გულებს მიწერს. მიყვარხარ. არ გიცნობ, მე მგონი თუ გიცნობ, ტატულია. ალექსანდრე, შენ რამ გაგაჰერიჰა, მითხარი? უი, მართლა ეხლა ეს. აი, ესე გავაკეთოთ. უი, რა თვალები ამიღია? თვალი, მე და თვალი. ამ შურისგან ხო ვეღარ გათავისუფლდა ეს ხალხი. შურიანი ხალხისგან ვეღარ გათავისუფლდა ეს დედამიწა. აი დაფნის ფოთოლი დავწვათ ახლა მეგობრებო და თუ რამე ცუდი თვალია აღებული, ყველაფერს გაწმენს.
მე დაფნის ფოთოლს გავუკეთებ ახლა ეკრანი. დაფნის ფოთოლი, შეიძინეთ დაფნის ფოთოლი და მოგიტანთ სიკეთეს. კიდე რა ტექსტი შეიძლება დავადოთ ახლა დაფნის ფოთოლს. დაფნის ფოთოლს საოცარი სურნელება აქვს. როგორც კი დაფნის ფოთოლს შეისუნთქავთ, ალერგიებისგან გაგათავისუფლებთ, ხო? ალერგიებისგან გაგათავისუფლებთ, მოგიხსნით სურდოს და რეკლამის ტექსტი გამომიგზავნეთ, აბა გამომიგზავნეთ. ნახე, როგორ ბრაზობს. რა გინდა? რა გინდათ? ხედავთ? ბრაზიანია ძალიან. როდესაც ესე ბრაზობს ფოთოლი, ესე იგი ბევრი თვალი აგიღიათ. რასაკვირველია, ბოლოს ჩემი ვიდეო ამ რამდენიმე დღის წინ მე მგონი 300 კი არა და 400,000 ადამიანმა ნახა. რასაკვირველია, რომ თვალს ავიღებდი და ეხლა განვიწმინდოთ ამ თვალებისგან. ნახე რამ დედა პირდაპირ რგოლები გაუშვა. რგოლები. ესე იგი ძალიან ბევრი თვალი ამიღია. ალექსანდრე. გელოდები, შენ გელოდები, თორე გავიდოდი ახლა, მითხარი, აბა რამ გაგაჰერიჰა. ეს დღეს არ მელაპარაკებით მე. კაი, წავედი მაშინ მე. ან ვითამაშებ ახლა ამ ფერებთან ვითამაშებ. არა, ჯობია წავიდე. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო და ძალიან საყვარელი ხარ. დიდი მადლობა ვინც არ რჩით ჩემთან აქამდე ვიდეოს ბოლომდე და გკოცნით.